გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს საქართველოში თბილისში კონკრეტულად ქართველთა დიდმა გაერთიანებამ ჩაატარა გამოფენა გაყიდვის, სამშობლოს გამოფენა გაყიდვის პერფორმანსი. რამდენი ხანია უკვე ამაზე ვსაუბრობდით, რომ დღეს 16 ნოემბერს იქნებოდა რუსთაველზე აკაკის და ილიას ძეგლთან გამოფენა იმ საქართველოს უკვე გაყიდული ტერიტორიების, უკვე რომელიც დადასტურებული არის საჯარო რეესტრით, სადაც არის არაბული სოფლები გაშენებული, არიან სხვადასხვა ჯულის ადამიანები დასახლებული და 137 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა, ქართული მიწა არის გაყიდული. დილიდან 12 საათიდან უпроსტად შუადღიდან დაიწყო ეს პერფორმანსი, ვისაც გაინტერესებთ, აი აქ არის ქვემოთ ლინკი მითითებული და როგორ მიმდინარეობდა პროცესები. რა თქმა უნდა, ეს რა ქვია, ქოცების ძაღლური რეჟიმი, იმიტომ ამას არ ქვია, არც ხელისუფლება ქვია, არც არაფერი არ ქვია. მივიდნენ პოლიციელები, რა თქმა უნდა, დავალებით და უთხრეს, რომ თურმე გაფენილი რომ იყო ეს თოკებზე ჩამოკიდებული იყო ეს ქაღალდები, რომელზეც იყო გამოსახული, ეს თურმე ქალაქის იერსახეს აუშნოვებს, თურმე არის სერიოზული პრობლემა, ქალაქის არქიტექტურა და იერსახე შავდება, ამათი დებილი დედა შევეცი მე, ამათი დებილი დედა მოვთხრა. ჯერ ერთი ბიჭო, იქვე 20 მეტრში ქალაქის იერსახეს დამახინჯებული არის. რაღაცა 4 კაცს აკაცუკავს თუ ვიღაცას ბლოკირებული აქვს მთლიანად პარლამენტის შესასვლელი გამოსასვლელი. რა ჯანდაბა არ ხდება, მოხატვა იმისთვის ვერ მოგივლია. როდის მერე ყოფილა, რომელ კანონში წერია, ეკითხებიან, საწერია, რომელ კანონში წერია, რომ თოკზე გაბმული მაგალითად ფურცელი საინფორმაციო ფურცელი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. აქცია პერფორმანსი იმას ნიშნავს, რომ მე შემიძლია ჩემი აქციის მსვლელობის მანძილზე რაღაც დავდო აქ და როდესაც დავამთავრებ აქციას ავიღო, ისე რომ არ დავაზიანო გარემო. არა, დაგიწერთ 5,000 ლარიან ჯარიმას, არა, ამას გიზამთ. ახლა შტერის ხელში ძალაუფლება და მოღალატის ხელში ძალაუფლება ძალიან ძნელია, ჩემო კარგებო. მით უმეტეს არ აინტერესებთ, ბიჭო, მამისტოლა ხალხით განან, დამსახურებული ხალხით განან, ნაღვაწი, არა, არაფერი არ ადარდებთ. ზემოდან უბრძანეს, წადი ესქენი. შენ თვითონ ბიჭო ფორმაში მყოფი, რო კითხოს კაცმა, ვისი მცველი ხარ, რისი მცველი ხარ, შეჩემის გადანგრეულო, რას იცავ, სამშობლო გეყიდება, გისახლდება, უჯიშო, ურჯულო და წესრიგს იცავ, რომელი ქვეყნის წესრიგს იცავ, რა წესრიგს იცავ, საერთოდ რას წარმოადგენ. კითხვა არ გიჩნდება, ბიჭო, შენი მიწა არ არის, შენი წინაპრის სისხლი არა იქ დაყრილი, შენ არ გიყიდიან მომავალს. ასე მონური, ბიჭო, ასეთი ნაბოზრული, ყველა ნაძირლული ბრძანება როგორ უნდა შეასრულოს, ბიჭო, რა გაქვს სისხლში ამ ხალხს, მე რა ვიცი როგორ მოგწამლეს გვეუპატრონოებო, რამ დაგაჩმორად, რამ დაგაშინათ, სამსახურის გარეშე ვარ, აგერ რამდენი ათეული წელია თითქმის რა. არ მომკვდარ ვარ შიმშილით, არც ჩემი ოჯახი მომკვდარა შიმშილით და არც ჩემი სამშობლოს გაყიდვით და დუმარებით ის რა ქვია, ლუკმა არც მე მიჭამია და არც ჩემი დედისთვის მიყიდია ესა რა ქვია, წამალი კიდე ღალატში აღებული იმით, რა ქვია, ფული. თქვენ ვინა ხართ ბიჭო, საერთოდ რა სისხლის აღარ, რა მორალი უნდა გიკითხოთ, ჩამოყალიბებული, ზომბირებული მასა ხართ. აბსოლუტური უმრავლესობა. და ატეხეს, შეგიძლიათ ნახოთ, აგერ არის ქვემოთ ლინკი არის მითითებული, შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ და რანაირად, როგორ სამარცხვინოთ, რომ როდესაც ესე იგი შემდეგ თავისთავად ახლა შტერის ხელში ძალაუფლება ძნელია თქვა, ეხან გითხარით და ჩამოხსნეს და დადეს იქ, ხო? აი არა, გამოიარა ამ ხალხმაც, ხო, ზოგმა ნახა, ზოგმა ამდენი ადამიანი უყურებს, ამდენი ხანია ამ არაბიზაციის პრობლემას, 6 საათზე აქცია იყო დაგეგმილი და შესრულდა აქცია პერფორმანსი, მაგრამ სად ბიჭო, ნერვი არ უტოკდება ამ ხალხს, არ აინტერესებთ, არც სამშობლო აინტერესებთ, არც ქვეყნის ბედი აინტერესებთ. ახლა ხერე გაუკვირდება ვინმეს, რომ რატო ხდება ეგ ყველაფერი ასე. იმიტომ ხდება ეგ ყველაფერი ასე, რომ თქვენაირი მუდუებია ბევრი და მუდუებითა და მოღალატეებითა ქვეყანა სავსე. Facebook-ს ვერ გაცილებია ხალხი, ნაბიჯი ვერ გადაუდგია, სიტყვა ვერ ამოუღია, ჩმორშია, ჩამჯდარი.
ჩმორშია ჩამჯდარი აბსოლუტური უმრავლესობა. იმიტომ აკეთებენ, თუ არის დარჩენილი 4-5% საქართველოში, ვისაც სამშობლო უყვარს და ხმის ამოღების არ ეშინია, იმაზე თუ გექნებათ იმედი, თუ არა, მასა არის ჩმორი და ბიდლა. და ფეხებზე კიდიათ ვინ დასახლდება, ჩამოსახლება, ეგერ ფულს იშოვიან, კაცო, რაში აინტერესებს და ვიღაცას არაბს ტრაქს დაბანენ და ამით დიდარი იქნა, იცის ეს ოჩოპინტრემ, ყველაფერი კარგად იცის და ოჩოპინტრემ რადგანაც იცის საზოგადოებრივი განწყობები, რომ ბევრი ჩმორი არის და მარტივად დააჩმურებს, ან მარტივად მოატყუებს, აქედან გამომდინარე ყიდის ამ ქვეყანას, კაცო. აგერ თვალწინ ბიჭო ყრუს ცოლი მოუკვდაო. ვერ ვაგებიებთო და რო არ დაუწובה, ღამე ლოგინშია ხო გაიგებსო. აგერა გაქვთ ბიჭო, მტარი ლოგინში საკავთ დაწოლილი, ქუჩაშიც ხედავთ გადავსებული უცხოტომელების გადათესლის ქართველებიდან დაცლილი საქართველოს. აგერაა ჩემო კარგებო, დადებული თითოეული დასახლება, თითოეული მიწა, რომელიც გაყიდული არის, აგერაა რუსთაველზია ხალხო გამოფენილი. რუსთაველზია გამოფენილი. გამოფენა გაყიდვა. არ გამოვა ლაშა მარტო მიმართვე ახლა ვისაც ხალხს ვისაც არა აქვს ამის ნერვი ვისაც არა აქვს იმას თუ გინდა მიმართე კი არა თავში ურტყიისა რა აზრი არ აქვს მე ვისაც აქვს იმ 5%-ისთვის და იმ დიდი 10%-ისთვის საუბრობ თუ არა აბსოლუტური უმრავლესობა რო ასეთი არის იმიტომ ხდება ეგ ყველაფერი რა კაპიკებში გაყიდიან შენს და სამშობლოსაც და სულ ყველას ოღონდ თვითონ იყონ კარგად ხო და აი ეს არის ამათი დემოკრატიული საქართველო, აი ესეც საქართველოში აცხოვრებენ და ახლა მინდა ერთი რაღაცა გავაჟღერო, ბიჭო, თუ ვინმე ქვეყანაში ხმის ამომღები არის, თუ ვინმე ხმას იღებს, ახლა გუშინ ლაივში მე თქვენ გესაუბრეთ ერთ ბიჭებზე, რომლებსაც დაბადების დღეზე რაღაცა იმღერეს და ისა, რავი როგორ თქვენ სასტარტო იარაღი გაისროლეს უბრალოდ დაბადების დღის აღსანიშნავად. აი დღევანდელ დღეს უკვე ეს პიროვნება არის თემო ბოკელავაძის ძმა, ალბათ ყველამ კარგად იცით თემო ბოკელავაძე, ვინ არის, ხო? იცით აქტიური ადამიანია, მერობის არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობას, აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ახლა ჩემსავით არ აგინებს და არ ლანძღავს, მაგრამ შეიძლება ჩემზე მეტს აკეთებს ეს ადამიანი. ზრდილობიანად, წესიერად ითხოვდა ეკლესიის შეტანას, რა ქვია, სასწავლებლებში და სხვადასხვა აქტივობები გააჩინა და ამან იყო, რომ დაადუმა კალაძე და გათხოვილი კაცების დაჯილდოებაზე და გორგასლის იმაზე. ამის ძმას დაბადების დღეზე დოლია ვარავსკაია უმღერია და სასტარტო რომ მარტო ხმარო აქვს რევოლვერს ისროლეს და ძმა დაჭერილი ამისი კაპეზეზე ყავთ გადაყვანილი. თურმე ამას დოლია ვარავსკაიას გამო ძმა რომელიც MMA-ის მებრძოლი არის, მოჭყუბარი ბიჭია. სპორტსმენია. ქართველია, ვაშკაცია, ჯიგარია, ვაშკაცი სული აქვს, ჯიგრული სული აქვს, ამასაც მის ძმასაც. არა, ტრაქში შემძრვალი ამ ხელისუფლებასთან ვერ იყიდეს. ვერ გაუჩალიჩეს ვერაფერი, ვერც ქალით, ვერც იმით, ვერც სამით და დაიწყეს დაჭერა, დაუჭერია ძმა, კაპეზეზე ყავთ, აგერ მეორე დღეა გადაყვანილი, სახში ჭხრეკა ჩაუტარებიათ. ამის მამას გაფორმებული, კანონით გაფორმებული, შესაბამისად დაცული იარაღი ქონია სახში, ამოუღიათ. თემოც დაიბარეს, ესეც დაიბარეს, ახლა ამასაც დაიჭერენ, მეორე ძმასაც დაიჭერენ. დიდი ალბათობით, იმიტომ რომ არაბებზე, რას ქვია, ხმას იღებს. რას ქვია, ხმას იღებს არაბებზე, ბიჭო, იქ მამამისისთვის შეუთვლიათ და იმისთვის, ახლა მე ხახლოწრიდან ვიცი ეგ ყველაფერი. თუ არა, თემო გადაყვანილი ყავთ ახლა იმაში დაკითხვაზე. ასე უთქვიათ, რომ შენი შვილიო, ქართულ ოცნებასო, როლანძღავს და აგინოსო, პოსტები წაშალოსო და გამოუშვებთო, შენ შვილსო, მეორესო. თუ არა, იმასაც ჩავაყუდებთო. ხო, ასე, კეთილნათესაობას. კი, ეს ხდება, ესაა ბიჭო თქვენი დემოკრატია. ესაა ბიძინა ივანიშვილო, შენი დედა შევეცი და ხოცებო თქვენი დედა შევეცი, თქვენი მკვდარი და ცოცხალი მოვთხარ ბიჭო. თქვენზე კაის მთქმელის დედას ჩავთხარე წაღმაუგუღმა ბიჭო. თქვენ ნაბოზურებო, თქვენ ვინახართ რა თესალისა ნაყოფები ხართ ბიჭო. აგერა ხო ფაქტია, ხო? თქვენი პიდარასტი დედა შევეცი ბიჭო, თქვენ კაცი რაში გჭირდებათ, ვაშკაცი რაში გჭირდებათ, იარაღზე ხელის მომკიდებელი, რაში გჭირდებათ, ხმის ამომღები, რაში გჭირდებათ, გაუყიდავთ, თქვენ გჭირდებათ ეს ნაბოზო არის, საპიდარასტეთი, ესა ნაცი და თავისი ლიბერასტული ისა, რომლებიც 1000 ბინძურეს გააკეთებენ. და დაჯექით ბიძია ახლა და ილოცეთ ბიძინა ივანიშვილაზე. გამოუშვეს, კაია თუ გამოუშვეს, არ ვიცოდი. დაკითხავდნენ ალბათ და
ეტყოდნენ რომ შენი ძმა იარაღს ხმარობდა და არაბებს ლანძღავდა და ესა რა ქვია ნუაგინებდა ნუ იმაშობი და დაგიჯენთ ალბათ შენ ძმას გამოვა გარეთ და ილაპარაკებს კაც არ ვიცი მე ლაივი რომ ჩავხდე მაშინ არ იყო Facebook-ით გავიგე მეც ეს ინფორმაცია და მას ვამბობ ამიტომ კაც შეიძლება თლათ ის თქვა რომ აგერ შენ ჩემი მეგობრობის გულისთვის და ჩემთან ახლობლობის გულისთვის დაიჭირო შეიძლება კაცო იმნაირი ადამიანის ის რაღაცა ბნელი აზრები გაწუხებს შენც და რას ქვია არა ხარ შენ ხოცების მხარეს თქვენი დედას შევეცი ბიჭო თქვენი დედა მოვყან ყველა ქოცის თქვენ ხართ ღორის თესლები დღეს გამოსულა ეს ბოზიშვილი ეს ჩიჩილაკა და დაუწყია ეს რა ქვია თურმე ეს ბნელები და მტრები თურმე როგორ მივალ ერთი ამ საღამოს სახლში და დავждები და ერთად გავარჩიოთ ამ ნაბოზუარის ამ მოღალატის ამ ჩათალახის ინტერვიუ ერთი როგორ გემრიელად ჰაჰაში უსრულებს ხალხს თურმე ჩვენ ხალხო ვარ დებილები ამ ამას რას ხედავთ რა 60,000 ბინა გავყიდათო კაცო და არაფერი არაბიზაციის პრობლემა არ მომხდარაო რა ამბავს ეხავთო 16,000-ზე რა პრობლემა არ მოხდა შენი დედა შევეცი შენ წილკაბიანებს შევეცი შენ მოგიტყან გამზრდელი, აღმზრდელი და გამომთესალებელი, გამომწველავებებია ქალის დამადობით. რა არ მომხდა რა ბიჭო? ქუჩაში გაიხედეთ, შენი დედა შევეცი, მე გაჩერებაზე ქართველი აღარ დგას. რას ვერ ხედავ? და ასეთი ასმით აშენებული ქვეყანა გინდათ? და კაცი რომელიც იმას იძახოდა, ჩვენი ბრალია, ჩვენი თითოეული ქართველის ბრალია, რომ ამ ბოზიშვილების ხელშია ეს ქვეყანა. ყველას მოუტყან გამზრდელი ფულზე გაჩუმებულს, ყველა ჩმორს, ყველა ვიგოდნიკს, რომლებიც რა ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა, მე რა მოხდა თუ კი კობახიძემ ის თქვა რომ ესე თქვა და ისე თქვა. კაცმა ის თქვა ბიჭო თავის დროზე, საერთოდ არ ვიცი მე ეროვნული ცნობიერება რას ნიშნავსო და საშიშად მიმაჩნიაო და ეხლა ზის და ის გაგიკეთებ თქვენ ნორმალურ საქმეს, მით უმეტეს დედამოწყნული მამის დედამოწყნული შვილი. მერე გაგიკვირდებათ რატო იგინებით რა მაშინ თქვით გამოაცხადეთ ბიჭო რომ ქალებს გაბოზება გინდათ და კაცებს მონობა გინდათ ამ არაბების და ბევრი ქალი შეიძლება არაბზე გათხოვებას ნატრულებს ფული რო წაართვა შეიხის ცოლობას ნატრულებს და გავჩუმდები მაშინ მეც და მოგიტყანთ გამზდელი თქვა ვიტყვი და დავანებებ თავს მაშინ ამ ქვეყანას გავჩუმდები მეც მაშინ არა ასე ხო ერის ნაწილს ყოველ შემთხვევაში ეგ არ უნდა და ეხლა მე ამ გაბოზებულებს რა უნდა ველაპარაკო კაცო აი ესე ხდება და მე ვიღაცებს ის უკვირს რომ რატო შეიგინე ვაიმე ვერ გავაზიარებ იგინებილანო დაჯეკით მაშინ და ჰაჰაში რომ მოგიტყნათ გამზდელი მოჩავპინტრები იმას უსმინეთ ომი ხო არა ამ შვიდობით ხო გიტყნავთ გამზდელს ჰაჰაში ხო მოგიტყნათ გამზდელი არა შეიძლება თქვენ ასე გინდოდათ კაცო შეიძლება ასე გინდოდათ არაბს რა ჯობია კაცო თურქს რა ჯობია აი ინდუს რა ჯობია ამათ რა ჯობია ქართველი არ იყოს საქართველოში ბიჭო თქვენი გამომწველავი დედაშევეცი სოფელელებით აივსო თბილისიო თავის დროზე იძახოდით ბიჭო მაგის დედაშევეცი ქართველი სატანა არ ქონდათ ბარეორ დედამოწყნს და ახლა ეგ კატეგორია ხალხი გამოსული ხარ და არაბს და ინდუსზე რეაქცია არა გაქვთ ბიჭო პულსი არ გეშინჯებათ რა ფუი თქვენი დედაშევეცი მე უეჭველი ეს ხალხი აბსოლუტური უმრავლესობა რომ იყო გენით და დნმ-ით არც ერთი ქართველი არაა რა არც ერთი ქართველი არაა ძმაო ესენი არის დაყრილი დიდი თურქობიდან მურმანყრუობიდან და თავისიანებს გულშემატკივრობენ და სისხლი ყივის და თავისას აკეთებს რა ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა ომი არა ფუი თქვენი დედაშევეცი თქვენი მოღალატე დედამოწყნე აი ეს კიდე სამაგალითოა ბევრისთვის რომ თუ ვინმე ხმას ამოიღებს აი ეს ბედი ელოდება როგორც ამბიც ელოდება და ამის ოჯახს ელოდება და ირგვლივ ელოდება ბარეორს ვისაც ამოუღია ხმარგინდა ძმაო გადი კუტალაძეს რაც დამართეს და დაიჭირეს და აგერ იმას ვამბობ ნამოხვანის თემებთან დაკავშირებით ყვილა უბრალოდ და ჩაალპეს აგერ ამის ძმა დაიჭირეს ეგერ დედამიჭირეს თავის დროზე და კიდე კაი მოასწარი ამათ გამოგცევა თუ რა დიდი ხაფანგი ქონდა დაგებული რა ჩემი ძმის მიმართებაში გაცხოვების მიმართებაში გააკეთეს ყველას მიმართებაში რაც გააკეთეს ამ დედამოწყნებამ მაგალითი იყო ეს ამათთვის რომ აი თქვენს თუ ხმას ამოიღებთ აი ესე დღეში ჩავარდებით დაჩმორდა ხალხი დაჩმორდა
და ლოცულობს ბიძინაზე. მე იმ ქართველის დედას შევეცი, მართლა ვისაც ბიძინა ივანიშვილის და კოცების მართული საქართველოს მოწონს რა, უყვარს რა. როგორ აგინებ, კაც. თქვენ ხო და რა შეეხება იმ? სადახართ ბიძინა მღვდლები? სადახართ ამ მღვდლები ვინც იღებს ხმას კარგად ხედავთ, მაგრამ ვინც დანარჩენები სადახართ ბიჭო? სადახართ დანარჩენები ხმას რატო არ იღებთ? აგერათ შუა იმაზე რუსთაველზე ქართული მიწა იყიდება. გამოფენა რატო არ გამოდით არც ერთი? არა, იგი თქვენი ღვთისმშობლის, ოღო როგორ ამბობ შენ? ვინც ამბობს და ვინც ხმას იღებს გასაგებია. დანარჩენები სადახართ ბიჭო? დანარჩენები საჯანდაბებში ხართ ბიჭო? თუ თქვენ თანაზიარები ხართ მაგათთან და აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა ძალიან დიდი ნაწილი ამ საპატრიარქოში თანაზიარია ყველაფერს. ჯაღმაიძე რო იქნება ქვეყანაში სასულიერო პირი და ის რო იქნება რა ქვია შიომუჯირი ყანდური რას უნდა ელოდე გაის ხალხს იმის სინდის ნამუსი არ ქონდა დავით გარეჯზე ეთქვათ საქართველო არაო და ამათ ბიჭო რამის შერწყვებათ ამათ მიწის გაყიდვის შერწყვებათ ასია და ასე იქნება და ტყილა არ დამიწყოს რა ვინმემ რა ესე ჩამოდი ესქენი ჩამოდი თუ არა ვინც ხარ ხმას იღებთ მაგ ვინც ხარ ხმას იღებთ რა და სხვასაც ცხოვრებას არ აცლით კიდე რა გეგმა აქვს და როგორი გეგმა აქვს ამ სამშობლოს მიმართ და ქვეყნის მიმართ არც გაინტერესებთ არავის რა ჩამოდი და დაჯდებიან მე და დაგიწერენ დაჭყანულ სმაილიქს ჩაჩმორებული გაჯოგებული ხალხი ბლა მასამ აი თლიანმა მასამ ჩვენი ქვეყნის საერთოდ დაკარგა პატივისცემა სიყვარული და რამე კი არა აი ზიზღის მეტი არაფერი მაგ დარჩენილი რა და შემეცი ამათი კოლაბორაციონისტი დედა მომთხარ ეგენი ფულით მოდიან და ფულით უძრებიან წაღმაუგუღმა და ახლა აქ რო ისა რა ქვია მურმანყრუ შემოვიდეს და აბულკასიმი შემოვიდეს და ჯალალედინი შემოვიდეს და ესენი შემოვიდეს და ხაძე ფეხის დადგმა მოთხოვონ ამას და ისა რა ქვია ჯვრის უარყოფა 100,000 მოწამე კი არა თუ ჩემი ძმა ხარ ერთი მაგ მილიონიან ნახევრიან ქალაქში რა ვიცი მე ალბათ შეიძლება 1 და 2%-მა არკნას მაგიდა 3%-ად თუ არა დანარჩენი შენი ჭირიმე შენ გენაცვალეო ჩვენი ხელით დავაჭრითო თავსო რა გამანები ერთ თავი რა ევეში ერთი ამ სისულელეებს რა 7 იქნება 30 იქნება 8 იქნება თუ რა იქნება ხალხი უნდა იდგეს ერთად არა აქვს მნიშვნელობა ეს ვისი აქცია იქნება და არა აქვს მნიშვნელობა მას ვინ რას მოითხოვს რა ვინ რას უზია სახში გაყიდული ქვეყნის გამოფენა არის ეგე არა კაცო არ გავიდეს იმან ეგი არ თქვას ამან ეგი არ თქვას იქ არ დაგინახო აქ არ დაგინახო პარტიული ნომენკლატურას ვერ დაანებეს თავი მაგრა იქნება მასე თითო კაცებული ქართველობა მოერევა ამ ბოზიშვილი მას რა ქვია ქართველთმოძულე ივანიშვილს ოჩოპინდრეს თავისი ზოოპარკით და იმას რა ქვია იქედან იმას კიდო არაბე ამირას რამე გაუჭირდება შენი ხალხის დასახოცად დაქირავებულ ჯარს გამოაგზავნის და ისე გაგწყვიტავენ ვეჩერა საღამოს მინდა ლაივ ტრანსლაცია მქონდეს დავარჩიოთ აი ამ ბოზიშვილი კობახიძის ესა რა ქვია ინტერვიუ თუ რადონის სიკეთეები გველოდება თურმე სამშობლოში არაბული ინვესტიციის შედეგად და რა ილაპარაკა ამ დედამოტყმულმა რა ილაპარაკა არა ძმაო ძაღლია მამა ძაღლია ჩინოვნიკია ესა ყველა ნაყიდი ყავს ყველა ჯიბეში ყავს ჩასმული რა სამშობლოზეა მიმდგარი საქმე ისიც კი არ ადარდებთ რა